სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არსებობს. დღეს სახარებიდან წავიკითხეთ თუ როგორ განკურნა იესო ქრისტემ ორი ეშმაკეული და როგორ განასხა ეს ეშმაკეულებისგან როგორ განასხა ეშმაკები. ამის შემდეგ მოხდა ესეთი ჩვენთვის სრულებით ახლა წარმოუდგენელი და დაუჯერებელი ჩვენს დროში არ ხდება ესე იშვიათად ხდება როგორ არა მაგრამ იშვიათად ეშმაკებმა დაიწყეს ლაპარაკი პირდაპირ ხილულად და იესო ქრისტეს უთხრეს რომ ნებართვა მოგვეცი რომ ღორების კოლტში შევიდეთ საწავიდეთ აი ბევრი ეშმაკი განასხა ერთ ადგილას არის სახარებაში რომ რაია სახელი შენ და ლეგიონიო ლეგიონი ისოს 6000 წარმოიდგინე 1000-ობით ეშმაკი გამოყარა ორი ადამიანიდან და ეშმაკებმა უთხრეს რომ აი ღორების კოლტში შეგუშიო და ესო მიცა ნებართვა და ეს ღორების კოლტი ისე გადაირია ამ ეშმაკებისგან რომ გადაეშვა ამ ესე იგი ზღვაში და გადაიჩეხეს ეს ღორების კოლტი. ნუ სახარების ამ ადგილს ძალიან საინტერესო ბევრი ახსნა აქვს და კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო ამბის მოყოლა შეიძლება ამასთან დაკავშირებით. რა უნდა ებრაელებში, ეს ებრაელები არიან, სადაც ცხოვრობენ. ეს არის ქალაქი ღადარინელი ეშმაკები არიან. ღორების კოლტი ებრაელებს მიყარება აკრძალული. თუმცა მე ამაზე არ მინდა დღეს საუბარი, მინდა ერთი რამ ძალიან მნიშვნელოვანი გითხრათ, რომ ერთ-ერთი განმარტება სახარების ამ ადგილის არის, რომ ეშმაკებმა იესოს თხოვეს ნებართვა, რომ ღორების კოლტში შესულიყვნენ. ესე იგი, ეშმაკს უფლება არ აქვს ღორში შესვლისას კი. თუ არ ექნება, აი ღვთისგან თუ არ მიეცემა, თუ ღმერთი თუ არ დაუშვებს ამას. ღმერთმა დაუშვა და ესენი ღორების კოლტში შეცვლიდნენ, ესე იგი, ეს ეშმაკები და გადაჩეხეს ეს. ხო და ამ ადამიანს რას უშვებოდნენ წარმოიდგინე. ხო და ესეთი შეკითხვა მაქვს მე რომ. კი, მაგრამ ღორების კოლტში თუ ვერ შევიდნენ ნებართვის გარეშე, ამ ადამიანებს როგორ შევიდნენ? ვინ მისცა ამ ეშმაკებს ნებართვა ადამიანებში შესვლის? და იესო მისცა ნებართვა რომ ღორებში შესულიყვნენ და ამ ნებართვის გარეშე ხო ვერ შევიდნენ. აი ვინ მისცა ეს ნებართვა? ღმერთი ხო ამის ნებართვას არ მიცემდა. ღმერთი ხო ეშმაკს არავითარ შემთხვევაში არ მიცემს ნებართვას რომ ადამიანში შევიდეს. ღმერთი ამის ნებართვას არ მიცემს. ვინ მისცა ეშმაკებს ნებართვა რომ ამ ორ ადამიანში შესულიყვნენ თან ამდენი ერთად. ხო და ძალიან საინტერესო და რა თქმა უნდა თან სავალალოა ამ კითხვაზე პასუხი. საქმე ის არის რომ ღორს არ აქვს თავისუფალი ნება. ღორი არის ცხოველი. და ღორს მაგალითად ეშმაკი ვერ შეეკითხება შეიძლება თუ არა შეიში შემოვიდა. ღორში შესასვლელად ღმერთის ნებართვა ჭირდება. აი ადამიანს კი თავისუფალი ნება გააჩნია და ადამიანში შესასვლელად მხოლოდ ადამიანის ნებართვით შეიძლება მოხდეს ეშმაკის შესვლა. ესე იგი, ეს ეშმაკები, როდესაც ამ ორ ღადარინელში შევიდნენ, ამათმა მისცეს ამისი ნებართვა. და ისე შევიდნენ. ეხლა შეიძლება გაგიკვირდეთ და თქვათ, რომ რატო უნდა მისცეს ეშმაკს ნებართვა ადამიანი? რატო უნდა მისცეს და თუ აღმოჩნდება ეშმაკის ტყვეობაში? ეს როგორ ხდება? ესე იგი, თუ ადამიანი ჩადის სოდურს, თუ ადამიანი ერთი არის რომ უძლურებით დაეცემა, თავს ვერ შეიკავებს, ეს სხვა არის. მაგრამ როდესაც ადამიანი გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ესა თუ ის სოდვა ჩაიდინოს, აღარ ჩამოთვლი რა თქმა უნდა მე ამ სოდვას. აი ამითი ესე იგი უხსნის კარს ეშვებს. და ბოლოს როდესაც საბოლოოდ ეშმაკის ტყვეობაში აღმოჩნდება, მას ადამიანი აძლევს ამის უფლებას. ესე ხატოვანი გამოთქმა არსებობს, რომ ადამიანს ერთი ყურიდან ანგელოზი ჩაჩურჩულებს მარჯვენა ყურიდან. და მარცხენა ყურიდან ჩაჩურჩულებს ეშმაკი. რა თქმა უნდა, ეს ახლა ლიტერატურული ნათქვამია, მაგრამ ეს ეშმაკი სულ ჩაჩურჩულებს ადამიანს და სულ რაღაცა თავი მეტი არაფერი არ შეუძლია ეშმაკს. ეშმაკს შეუძლია მხოლოდ ჩაჩურჩულოს ადამიანს ყურში და რაღაც ცუდი ამბავი შთააგოს.
ცუდი აბა ესე გააკეთე, აბა ისე, აბა იმას დასცინე, აბა იმას ის დააზიანე, აბა ის გალახე, აბა რაღაც, აი ესე დასაჯე. აი ცუდ რაღაცებს ჩაჩურჩულებს ეშმაკებს ხურში ადამიანს. როცა ადამიანი ამ ჩურჩულს უსუნდებს, ერთი რო ხედავ რომ რაღაც ცუდი აზრი მოგდის თავში, იმ წუთშივე უნდა განაგებისაც. მეორეც ერთი. რომ მოდის ეს აზრი, უნდა მიხვდერო ეშმაკის განაგება და არ უნდა გაიჩერო ეს აზრი. და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეთანხმო, აი როგორც კი დაეთანხმები, იმ წუთში შენ ეშმაკს უხსნი გულს პირველ რიგში, შემოსასვლელად და ეშმაკი შემოდის. შემოდის ერთი ეშმაკი და შემოყავს უამრავი სხვა ეშმაკი. შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ აი ამ ერთ ცოდვას ჩავიდენ და ამ ერთ ეშმაკს დავემორჩილებ. და მე ერთ ცოდვას მეორე ცოდვა მოყვება, მეორეს მესამე და აი სწორედ ეს ლეგიონი ეშმაკების ესე წარმოიქმნება ადამიანში. რა თქმა უნდა, ღმერთი განასხამს ამ ეშმაკებს. იმიტომ რომ ხანდახან ადამიანს ეშმაკებისგან გონება აქვს, როგორც ამ ორ ღადარებას დაბნელებული, გამხეცებულები არის რა. ამათთან ლაპარაკიც არ შეიძლება და საერთოდ. მაგრამ თუ არ მივიყვანთ საქმე საკამდე კიდევ უკეთესი. ასე რომ გისურვებთ ყველას, რომ მხოლოდ კარგ ჩურჩულს დაუჯეროთ და კარგი ამბები მოისმინოთ, გაიჩეროთ და ეცხოვროთ, რომ ეცადოთ, რომ ქრისტიანულად ეცხოვროთ. ვერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ვერთი. არს და